მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიოსმენელებო. ეთერშია გადაცემა სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც წარუძღვები მე ნიკოლოზ ჯავანაძე. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას, რომელიც ეხება საშინელ ტრაგედიას, რომელიც მოხდა 28 წლის წინ, 1992 წლის 3 მარტს, დედის დღეს, მოკლეს 10 შვილის დედა, იზო ქურხული, რომელსაც მოუკლეს მეუღლე და 5 შვილი გარდაიცვალენ აი ამ ბანდფორმირებების შედეგად, რომლებიც ბანდფორმირებებმა მაშინ გაანადგურეს თორაძეების ოჯახი პირწმინდად, თითქმის საურდა იზო თორაძეები იქნა მოკლული მანქანაში და მათი შვილი ლაშა, შემდგომ იმე და კახა, ზაზა, პაატა თორაძეები დაცხილული იქნენ მაშინ შეერაღებული ბანდფორმირების მიერებ, გადარჩენილი იქნა მხოლოდ გოგოები, არასრულწლოვანი გოგოები, რომლებიც 4 გადარჩნენ, რო საუბრობთ 10 შვილის მეთქი, ერთი შვილი, ამ ტრაგედიამდე გარდაეცვალა ოჯახს, დარჩნენ 9 და 5 მათგანი, სწორედ 5 შვილი, აი ამ სწორედ შეტაკების დროს, რომელიც განახორციელა შეერაღებულმა ბანდფორმირებებმა, ლიკვიდირებული იქნენ დედის დღეს. ჩვენ ვაგრძელებთ ახლა აი ამ მასალაზე მუშაობას და ჩემთვის პირადად ეს არის ძალიან მძიმე 6 წელია მე მიმყავს გადაცემა ობიექტივზე და არასდროს არ გამჭირვებია გადაცემის მომზადება იმ კუთხით რომ ძალიან ემოციურად ძალიან რთული არის ისაუბრო იმ ტრაგედიაზე რომელიც ტრაგედიაც მე მგონი საქართველოში არც მომხდარა და ვაგრძელებთ ინტერვიუს ერთ-ერთ გადარჩენილთან, რომელიც გადარჩა ამ საშინელი ტრაგედიის შემდგომ, თორაძეების შვილთან, თამუნა, თამარი არა, თამარად არის ცნობილი საზოგადოების მიმართ და თამარ თორაძესთან ინტერვიუს. პეტერი მოაყენეს, რა ხდება, რატო ვერ ვიგებთ რა ხდება. კახამ იმედო მოანაში ხო არ ვიქნებით ჩამალულები და ხო არ მოვხვდებით, თუ ამოვედით ვანიდან. დაბნეულები ვართ, ახლა ვერ ხვდებით რა ხდება. მანამდე აი ძალიან ახალი დაწყებულია ეს ყველაფერი უკვე, რომ მანქანები გაყიდეს და ავტომატები იყიდეს და ეს იარაღები და ტყვიებს აგროვებენ და რაღაცა შეაგროვეს. ხალხს ეგონა, რომ ძალიან ბევრი ქონდათ, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც ახლა ჩვენ გვებრძოდნენ, იმასთან შედარებით ალბათ არაფერი არ იყო, მაგრამ ხო, რაღაცა მოაგროვეს. კი. რაღაცა რაკეტებიც ქონდა, რაღაც ქონდა, კი, ქონდა რაღაცეები მოაგროვეს. მეზობელი შემოვიდა და დროზე დაცალეთ სახლი, გაიქეცით, დაიმალეთ, უკვე პანიკაა, ბეტერი მოაყენეს, აცხადებენ ქვემოდან, რომ დაცალეთ კორპუსები, უნდა ავაფეთქოთ. და ჩვენც ვცლით, რავი, გავდივართ აი ამ საშინელ ტრაგედიას, როდესაც ყვება თამარ თორაძე, შეესწრო რამდენიმე მეზობელი, ერთ-ერთი გახდათ ნოდარ მალაფერიძე. გაის ვახევრობა ფორმიანი და რა ვიცი ესეთი ხალხით, იარაღიანი ხალხით და ქვემოდაც რაღაც ესეთი ტექნიკა მოაყენეს რაღაცა და პროკურორი მოიყვანეს, ვითომ პროკურორი რაღაც კამპანიის ნაგლეჯი მაჩვენეს, ვითომ რომ ქონათ უფლება, ესე იგი, ოფიციალურად ორდერებით რა. ბოდიშ დამზადდა ეს გაპროება უნდა რა იმის რომ აი ყველაფერს ვაგებთ კანონიერად. და აი კრიმინალებთან შერწყმულმა მაშინდელმა სახელმწიფო სტრუქტურებმა, რომლებიც ასევე კრიმინალებით იყვნენ დაკომპლექტებული, დაიწყეს ოჯახის განადგურების პროცესი. ჩავდივართ, არც გვიფიქრია რომ სადმე უნდა დავიმალოთ, იმიტომ რომ ვერავინ ვერ მიხვდა რომ მე რო ვამბობ ჩვენ, მე გულისხმობ კახასაც, იმიტომ რომ კახასაც ეტყობა რომ არა დამნაშავე როცა ადამიანი სადღაც გარბის ან იმალება ან რაღაცა და ქვემოთ ჩადის რომ დედა იქნებ გული უცემს რომელიმე სპოლსიო, იმიტომ რომ არავის არაფერი არ დაუშავებია ეგეთი რომ ჩვენ უნდა მოვეკალით. და ჩვენ მოგვიკლეს მშობლები და კიდე ჩვენ მოგვაკითხეს ამ ბოზებმაო იმედო იძახის, პოლიციამ მოგვაკითხა ჩვენ ესე დავასკვენით, როგორც ზაფხულში რო ესროლეს ჩემ ძმებს და მოგვაკითხეს, ისე კიდე მოგვაკითხეს. ისევ ჩვენებს ესროლეს და ისევ ჩვენ მოგვაკითხეს დასაჭერად. ესეთი შთაბეჭდილება დარჩათ ჩემ ძმებს, როგორც მივხვდი. და ვერ გავიგეთ რა ხდებოდა და ჩავდიოდით ქვევით და მეზობლებმა სად მიდიხართ მოკლავენ ზევითადითო.
და ჩვენც ინსტინქტურად ზევით ავედით. მე ვიღაც მეზობელმა აქ დაიმალეთო და აი ეს სულ შემთხვევით აღმოჩნდით ერთ-ერთ მეშვიდე სართულზე. სულ მარტო. კარები არ იკეტება სახლის, ვერაფრით ვერ ჩავკეტეთ. ღია კარებში ხო არ დავიმალებითო ერთმანეთს ვეუბნებით. ნუ იმედო ეუბნება კახას. არა ხო ვერ დავიმალებითო. გავაყიდით კარები და გამოვედით გარეთ. ისევ ქვევით ჩავდივართ. სად მიდიხართო ვიღაც გვეუბნება მოკლავენო. სხვა მეზობელი გვეუბნება ჩვენთან შემოდითო და სხვა მეშვიდე სართულზე სხვა კარებში აღმოჩნდით. იქ დავიმალეთ. იქ მარტო ხალია, თამრიგო, ორი ბავშვით. ძალიან პატარებით, 2 წლით და რაღაც. ნუ ამ ქალმა გაიგო რაც მოხდა. არ ვიცი რამდენი საათი გაგრძელდა. კახარ ეკავდა ყველგან, სადაც შეეძლო. რუსეთშიც დარეკა, მგელაძეთი დაიწყეთო. ეს მგელაძე იყო ალბათ თავი რაღაცის ამ ბოროტების. ნუ რაღაცეებს ლაპარაკობდნენ ჩუმად იმედო და კახა ხატებთან მივიდა, ლოცულობდა, ბირჯვარს იწერდა. არ ვიცი მართლა არ ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდა. დროსაც ვერ ხვდები, იმიტომ რომ მარტი იყო, ნუ დაბნელდა. ანუ დაბნელებაზეც დროს ვერ მივხვდები, იმიტომ რომ 6 საათი, მაგრამ ალბათ უფრო მეტი დრო გავიდა. ერთი მეზობელი ადიოდა, ჩადიოდა, ადიოდა, ჩადიოდა, ამბებს გვაგებინებდა, თქვენ სახლში შედიან, გაქურდეს ყველაფერი, ესვრიან ყველაფერს, გადმოყარეს აივნებიდან ლეიბები, ნუ რაღაცეებს გვიყვებოდა, რა ვიცი, რაღაცეებს რაც ხდებოდა, მთელი კორპუსები დაცალეს, ქვემოთ პოლიციას გადაუტენეს, პოლიციამ თქვა, რომ ჩვენ დავიჭერთო, რატო კლავთო. ისე უბნებოდნენ, ოღონდ არ ვიცი, ალბათ მხედრიონს. რატო კლავთ, ჩვენ დავიჭერთო, იმათო თქვიათ, რომ თქვენი საქმე ეს აღარ არისო. აღარ არის ეს თქვენი საქმეო. და ნუ მე გვესმის კაკუნი ფანჯარაზე. ხო, მანამდე რა მოხდა, უბრალოდ ეს უნდა მოყვე. სახლში ქონდა ეს მთელი არსენალი იარაღების, რაც ქონდა. კახა მიფიქრა, რომ ეხა ისევ მოდიან ჩვენ დასაჭერათო და რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს იარაღები სახლიდან გაეტანა. და მე ძალიან გაუბრაზდი ახლა მე 13 წლის ვარ გაგიკვირდებათ, მაგრამ აბსოლუტურად ძალიან გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ მამა იძახდა, რომ წავიდეთ ქვეყნიდან, ბიჭებს ქვეყნიდან წასვლა არ უნდათ და უკვე ყველაფერი ეს ხდება, რაც თქვა მამა ჩემმა, მე ამ ყველაფერს სურათს რეალურად ვხედავ. და ვიძახი, რომ არ სად მიგაქვთ ეს იარაღები? არაფერი არ მიგაქვთ. ჩავიკეტოთ და ვიომოთ. და კახა იძახის, რომ არა, რა უნდა ვიომოთ, ბავშვები დაიხოცებიან და მეზობლები. ბავშვები გაუშვათ, მეზობლები გაიყვანენ, კორპუსი დაცლილია და ვიომოთ. მზად ვარ, რომ ვიომო. იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. და რაღა აზრი აქვს, ვინ გადარჩება, რა გადარჩება, ჩემთვის აღარ აქვს, მაგრამ ნუ კახასთვის აქვს. და კახა ამბობს, რომ არა და გააქვს ეს იარაღები მეზობელთან. და აღარ გვაქვს, ხელში არაფერი აღარ გვაქვს, იტოვებენ მხოლოდ 2 იარაღს, კახა იდებს ერთს და იმედო მეორეს და გავდივართ ამ მეზობლებში თუ რა ვიცი, სადღაც. და ვართ ახლა უკვე მეზობელთან მეშვიდე სართულზე, როგორც თქვი. ამ თამრიკო მეზობელთან და ეს მეორე სხვა მეზობელი, თამარა, ამოდის ჩადის და ცოტა ხანი ბოლო მომენტში იძახის, რომ ბიჭებო, იარაღებით ხართ? და ნუ ბიჭებიც ეუბნებიან, რომ კი, გვაქვს, მაგრამ არ გამოვიყენებთ ახლა აქ. მაგრამ რა იცი, რა ხდება, გვაქვს. და ნუ მოილაპარაკეს კახამ და იმედომ, რომ არანაირად იარაღის ქონა არ აქვს აზრი, იმიტომ რომ ბავშვებით ვართ. ბავშვები არიან, მეზობლის სახლში ვართ, ვერ გამოვიყენებთ და ამ ქალმა მე წავიღებო. შეგინახავთო, რომ რამე არ მოხდესო. მანამდე იძახის ეს ქალიც, ნუ სახლშიც თხოვდა, მანამდეც მეც უთხოვდა, რომ მოდი გაგაპარებთ, სანამ არის მაგის საშუალება, რომ გადაგმალოთ და გაგაპაროთ, მოდი გაგაპარებთ. მაგრამ არა, უარზე არიან სასტიკზე, იმიტომ რომ მე ამ გოგოებს და ბავშვებს მიაყენებენ შეურაცხყოფას, გაუკეთებენ ყველაფერს, რომ ჩვენ გამოვჩდეთო და არა, უარი თქვეს, ჯობია, რომ ჩვენ დავხვდეთ თუ მოვლენ, ვიდრე ჩვენი ბავშვები შერჩეთ. და არაფრით არ დაიმალნენ.
ხან ლოგინში ლოგინი იწევა, იქ დაგმალავთ ამ მეზობელმა უთხრა ხანის, ნუ არა. ეს იარაღები რო გაატანა ძალიან მალევე ფანჯარაზე მოგვიკაპონეს. უკვე ფანჯრიდან რო კარები გააღეთ, თორე ლიმონკებს შემოყრით და ყველა დაიხოცებით, ვიცით რომ აქ იმალებით. აუქნათ ბიჭებმა. კახამ გააღეო კარებიო, თამრიკო მეზობელს უთხრა რა უნდა უქნათ. თამრიკომ გააღო კარები, ვიჯექით ჩვენ ყველა ლოჯი ერქვა ესეთი ოთახი იყო. სავარძელი იდგა ესეთი ვიჯექით ყველანი, პატა დავმალეთ თითქოს პატარა ძმა 15 წლის, ზემოდან დავეფარეთ გოგოები. მე და პატარა დავეჯექით ყველას ზემოდან, ეს დანარჩენი მაიკო, ნინო, ესე რაღაცნაირად გამნაწილდით. აქეთკენ თამრიკოს შვილები, პატარები, 2 წლის და 3-4 წლის ბავშვებზე მაქვს საუბარი. თამრიკო მეზობელმა ისიც კი შესთავაზა ჩემს ძმებს, რომ პატარა ბავშვები დაიჭირეთ და მაინც არ გესვრიანო და ისე ეწყინათ ჩემს ძმებს, ისე ეწყინათ, რომ ჩვენ ბავშვებით არასდროს არ გვისპეკულირებდიო. ძალიან არის სიამოვნად, მაგრამ ეხლა მიქალმა თავისით სადა რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა რა მადლობის მეტი რა მეთქმის და გვეხმარა. ხო და მესმის ხმა კარები გააღო ამ ქალმა და თორაძეები აქ არიანო და ჩაწიეთო ავტომატები ბავშვები არიან და შეეშინდებათო რა არისო ესო ეს ქალი იძახის და თამრიკო და ხო შემოვალთ და წავალთო დავხედავთო რა ხმა მესმის და აქ ვართ აქ კახას ხმა კახა ეძახის აქედან ერთ ოთახში ვართ და აქ ვართ აქ ცარიელები ვართო რა შემოლაგდნენ ახლა და ეს ავტომატი გადმოწია ჟორიკარულოა. ბიჭო აწიეო კახამ ესე დაუჭირა ცარიელები ვართ რა შვებია და იმის მაღალი იდგა გძელი რა კიდე მეორე და იმან ჩამოწია და იმედოს და კახას მიუშვირა და რო უკვე რო დაასუსტა ეს კახა მეორემ რო ამაც გადმოწია და გადაუვარა ავტომატით რა. ნუ ბუღი დადგა რა თქმა უნდა ეხა ამ პატარა სივრცეში ოთახში ეს ბუღი დადგა და მთელი ბუღიდან ჩემი ხმა მესმოდა ყველაზე მეტად და ავტომატის ხმა სხვების ხმები არ მესმოდა და კახას ყვირილი მესმოდა რომ არესროლო და გადაეფარა თავიდან იმედოს მე ვხედავ რომ ძირს დაეცნენ ორივე უფრო მეტად რატომღაც კახას უყურებდი ალბათ იმიტომ რომ ჩემს წინ იყო უფრო კახა ვიდრე იმედო და უკვე ორივე რო ძირს ყრია რო იღებს შორიკა იარაღს და ესე ყოველს გვიმიზნებს ესე გვიყურებს ესე და რო რწმუნდება კაცი არ არის არავინ ქვემოთ წევს და ესე აცრის მკვდარ კახას ნუ იქითკენ სხვამ შეასრულა იმედოზე და ტოვებენ ოთახს გარბიან და გარედან კიდე მესმის ეს სროლები რომ აი დაამთავრეს რა აღნიშნავენ ბიჭი გაჩნდა რა თავიანთი ის აქვთ მე ვთქები მე ხვდები რომ მორჩა პატა ჩემი პატარა ძმა იმედოსთან დაეცა და იძახის რომ თამო იმედო მკვდარია ტვინი ასხი ძირსო ხო და მივხვდი რომ სრულიად მარტო დავრჩი უფროსი აღარავინ აღარ იყო ნუ პატა იყო მაგრამ პატა მივხვდი რომ ძალიან პატაზე ცალკე ნერვიულობდი ახლა ამობრუნდებიან მეთქი იმიტომ რომ მივხვდი რომ მამა ჩემის სიტყვები დამიდგა მეც წინ ისევე როგორც კახას და ყველას ჩვენთანგანს რომ დახოცავენ ყველას ვაფშე რა და ნუ ავდექი ხა პატა იძახის რომ კახას იმედოს თვალები დაახუჭა კახას შენ დაახუჭეო მე მეუნება და მე უკვე ვფიქრობ რომ კარები დავკეტო რომ ისევ მოვლენ თამრიკოს ხმა არ მესმის ვფიქრობ თამრიკოც მოკლეს და თამრიკო იქ გდია დაჭრილი გარეთ ნუ შემოსასვლელში ჰოლში ვახ ვფიქრობ შენ როგორ მოგხვდა ჩვენ არ მოგხვდა და შენ როგორ მოგხვდა მეთქი დავხედე ფეხზე და ნუ არაფერი მეთქი შენ გადარჩევი ეხლა ვფიქრობ ალბათ ყველას დააინტერესებს თუ როგორ იხსენებს ეს დაჭრილი მეზობელი თამარ მოდოდაშვილი აი აღნიშნულ ტრაგედიას თავაზე კახას ვიჭებს რომ დავმალავდი საწოლთან საწოლის ქვეშ ადგილი იყო ლეიბები მეწყო იქ და ამოვიღებ მეთქი და
დაიმალეთ იქ თქო და არაო, არაფრით არქნეს. მე უკვე მუქარები იყო კარებზე ბრახუნი და ამიტომ კახამ გადაწყვიტა რომ კარები გაეღო. გავაღეთ კარები, შემოვიდნენ და ორი იღბიანები და ესროლეს იბედას და კახას და მე ფეხში დავიჭერე. დანარჩენები ყველა გადარჩა. ნუ აი ესეთ საშინელი ტრაგედია განვითარდა, დაცხრილული იქნენ დედმამა, ძმა, მანამდე ლაშა, იმედო, კახა და მიუხედავად იმისა, რომ ეს მოხდა, აი ესეთი საშინელება კიდევ გრძელდებოდა, ესე იგი აღვიახსნილი მოქმედებები აი ამ ბანდფორმირებების მხრიდან. ეხლა ვფიქრობ, კარები ჩავკეტო, რომ გადავრჩეთ ვინც ვართ, რავი თუ რა აზრია ამ გადარჩენას, მაგრამ რაღაცნაირად პასუხისმგებლობა ვიგრძენი უკვე დარჩენილებზე მე. და ვცდილობ კარი ჩავკეტო, ეს კამკარებსაც ვერ ვკეტავ, არ იკეტება, რა ვიცი მე რატომღაც არ იკეტება, როგორღაც მე ჩავკეტე თუ არა მობრუნდნენ. მობრუნდნენ და აბრახუნებენ და ნუ თამრიკო მაგარ გავაღებო, ამუქ ხოცავენ ყველასო, ნუ ყველას გვეშინია უკვე, ხან შკაფში დავიმალეთ, ხან რავი რა არ გავაკეთეთ რა, მაგრამ არ ვაღებთ კარებს. მოგროვდნენ მეთქი, მოიცადეთ, მოგროვდნენ, ბევრი ხალხი მოგროვდეს უკვე, იციან რომ სახში მყრები ყავს, ხო რას იზავენ. ნუ უკვე რომ გავიგე ნაცნობების ხმები, რომ გავიგე უკვე ჩემი ძმების მეგობრების, კლასელების და ასე შემდეგ, უკვე დავდექით ესე თანმიმდევრობით დაბალი, მაღალი, ცოტა ესე რომ დავენახეთ ვინ ვიყავით, რომ ბრმათ არ ესროლათ. და უკვე თამრიკოს უთხარი ამ მეზობელს, რომ გააღე ისე, რომ რაღაც რავი, აი მოლაპარაკებით გავაღეთ კარები, რომ არ ისროლოთ. მარტო ბავშვები ვართ. გავაღეთ კარები და სასწრაფოდ შემოვიდნენ ეს ისინი და რატო დახოცეთ ეს ჩემი ძმის მეგობრები ჩხუბობენ, ბიჭებს იარაღები არ აქვთ და ნუ მთელი ეს რაღაცეები და ვაწყნარებ ამ ბიჭებსაც, რომ თქვენც არ მოგკლან, მეთქი გაჩერდით, დამშვიდით რაღაც, არ ვიცი რას ვაკეთებთ. გავგვიყვანეს გვერდზე, სადაც კარი არ იკეტებოდა მანამდე რომ გითხარით, რომ ვერ ვკეტავდით კარებს, იმ მეზობელთან შევედით. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ტირი ვართ, ცუდად ვართ, რა ვიცი, შოქში ვარ, ყველაფერი გვჭირს, ძალიან ბევრი ხალხი. და ეს სამთარაძე გოგა მოდის ავტომატით და რა გატირებთ, გოგო, ძმები ვერ აღზარდეთ? ნუ არ ვიცი გოგა სამთარაძეს თუ ვინმე იცნობს, მიხვდება ვიზე ვლაპარაკობ. თვითონ როგორი აღზრდილია საერთოდ. ნუ კაი იქ ვიღაცეების სახეები ისეს და პატას ვთხოვ, რომ გვერდიდან არ მომშორდეს. მაგრამ არ ვიცი როგორ რანაირად მომაშორეს. ტუალეტში შეტენეს მეზობლის და იარაღი დაარდეს და კლავენ. ამ დროს ვიღაცა გადაეფარა და ეუბნება, რომ ჩერეს მოიტროებ. ამ ბავშვს ვერ მოკლავთ, რატო კლავთ? ისე ვიღაც ფორმიანი რა, ანუ ვიღაც თვითონ. და იმიტომ რომ გაიზდება და დედას გვიტირებს, უხეშად რა უფრო. და უნდა გვიტიროს მე რატო ვართ აქ, რა ხდება ვაფშე, რატო მოკლეს ეს ხალხი და რა ოპერაციაზე ვართ, ამ ოპერაციას ვინ ასრულებს, ვინ გასაბრძანება და რატო ვართ აქ. ნუ იქ ვიღაც ლანძ შემოვარდა და სინიაკებული. პაატა გადარჩა მოკლედ არ მოკლეს, გამოვიდა პაატა. როგორც იქნა გამოიყვანეთ, ხალხში გაირია ისე. კეო ლანჩავა შემოდის ახლა კომენდანტის უფროსი. აი, ზვიადისტები რო იყვნენ, მაგან ქნა ეს ყველაფერი იძახის. რა ზვიადისტები ვაფშე რა შუაშია ვიძახი, შოქში ვარ, ეს რეები ხდება ეს. დიახ, გელალანჩავა ალბათ გახსოვთ, ეს ადამიანი ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი მეთაური იყო და ის მონაწილეობდა ზვიადგამსახურდიას დამხობაში, კანონიერი ხელისუფლების დამხობაში და განსაკუთრებული სისასტიკით არბევდა იმ მიტინგებს, რომლებიც მაშინ იყო მაშინდელი ხუნტის წინააღმდეგ და მერე შემდგომში დაუფასდა მას ყველაფერი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც გახდა და ანუ ადამიანი რომელიც სანამ პუჩი მოხდებოდა და გადატრიალება მოხდებოდა ადამიანებს პირდებოდა მაგალითად რომ ის პირიქით ხალხთან იყო და ხალხს დაიცავდა და როგორ დაიცვა ხალხი აი დავინახეთ აგერ თორაძეების ტრაგედიით ჩვენ არავის არ გამოდით ჩვენ ვდგევართ ხალხთან ჩვენ ინტერვიუაშიაც დაიწერა რომ ჩვენი საქმე არის ჯერ ხალხი და მე პრეზიდენტი იმიტომ რომ ჩვენ ფიცი მივეს არა პრეზიდენტს არამედ
ხალხისა და ერის წინაშე. ჩვენ ვიცავთ მარტო ხალხს და თუ ხალხს დაარწყავს ვინმე, მაშინ ყველა ჯარისკაცი, ვინც აქ არის უკანასკნელ ძიმამდე, ვიბრძოლეთ იმ ხალხის. დიახ, როგორ იცავდა გელა ლანჩავა ხალხს და ეგერ ერთ-ერთ ოჯახს დავინახეთ. სხვათაშორის თითქოსები ამბობენ, რომ პეტერიც მიიყვანა და თამარ თორაძეც საუბრობდა იმ შესახებ, ეს კორპუსი უნდა ავაფეთქოთო ჩვენო საერთოდო. ძალიან დიდი ესეთი სამხედრო შრომშრეტელობა და გამჭრიახობას იჩენდა ის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში და ესეთი ხალხით იყო მაშინ დაკომპლექტებული სახელმწიფო სტრუქტურები მოკრიმინალო ადამიანებით და გელა ლანჩავას საბოლოოდ, როდესაც შევარდნაძე ჩამოვიდა, წყალში ჩაეყარა ეს ყველაფერი ამაგი, ქუჩაში დატოვეს და საკუთარი სიკვდილი დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ ისეთი სიკვდილით, რომ საზოგადოების მხრიდან ის ნამდვილად კარგი სახელით არ შესულა ისტორიაში ის, რაც მან გააკეთა. გავაგრძელოთ ეს საუბარი და შემდგომში უკვე პროცესები ცოტა უფრო დრამატულად მიდის და ამაზე კონკრეტულად ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს თამარ თორაძე. არა და ლანჩავა დაპირდა ჩემ ძმას ლაშას ნამცეცას ნათესავი იყო, რომ თითქოს უნდა დახმარებოდა. მითხარიო, ვინ იყვნენ ყველა სახელებიო, ვინ მომიკლა ნამცეცაო და მაგ ბოროტებს მე გავუსწორდებიო. და ლაშა მითხრა, რომ ეს ჩვენი საქმეაო, ბოროტებთან ბრძოლა და მე ვერ გეტყვი მაგეებსო. მე სახში ლაპარაკობდნენ, რომ ჩვენც არ ვიცით წესიერ ეს ბოროტები ყველანი ვინ არიან და ვის რა უთხრათო. სახელებზეც არ იცოდნენ ყველა ფაქტიურად და ყველაზე საშინელება ეგ იყო, რომ არც იცოდნენ ვის ებრძოდნენ წესიერად. ხო და მე შემოვარდა ეს ვიღაც დასინიაკებული. ვინ მოკლაო, შენი ძმები დაინახე ვინ მოკლაო? რა თქმა უნდა ვთქვით იქ რომ მასკებით იყვნენ, არ დაგვინახია. იქ ყველამ თავი გავიშტერეთ, ეხლა ვინ იტყო და ვინ დავინახეთ, რა დავინახეთ, რას ლაპარაკობ იქ, ვინ ახმას ამოიღებდა, ყველა შეშინებულები ვიყავით. ჩემი ძმის მეგობრები მოდიოდნენ და იძახდნენ, რომ თავი გაიშტერე, არაფერი არ იცი, არ იტირო, მოკლავენო, ვითომ ვერ ხვდები რა ხდება, ვითომ ძალიან პატარა ხარო. თორე შენც მოკლავენო. მე და ჩემ ძმას გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არ უნდა გვეტირა. ჩვენ ჭპანაშვიდებზე ვიკავებდით თავს, არ უნდა გვეტირა. იმიტომ რომ ჩვენ ვითომ პატარები ვიყავით და ვერ ხვდებოდით რა დაგვემართა. ეს იყო ყველაზე საშინელება. და საკუთარ მშობლების და ძმების გასვენებაში არ წაგვიყვანეს, იმიტომ რომ იქ ზაზას ელოდებიანო რომ მოვაო და თქვენ არ მოგკლან რომ ზაზა მოვიდეს მერე თქვენ გასვენებაშიო. რო არავინ აღარ დარჩება, ხო გამოჩდებაო. ზაზა კიდეს მოსაძებნი ყავდათ. გვეკითხებოდნენ ზაზა სად არისო და ჩვენ ვატყოვებდით სავანტყოფოშიო, რომ გზა აგვებნია. ხო არ ვეტყოდით ცოლის სახლში აწადით მიაკითხეთ. იარაღები სად არისო? არ ვიცი, ჩვენ თვალით იარაღი არ გვინახია არასდროსო ჩვენ ვთხარით. არაფერი არ ვიცით, რა თქმა უნდა ყველაფერი. ზე მაგას ვეუბნებოდით. სახლში არ ჩავყავდით სახლში. ყველაფერს აბრალებდნენ ჩემ ძმებს. იარაღები ქონდათო ეხაო შენ ძმებსო იქო და ისროლესო. სახლში ანუ თამრიკოსთან მეზობელთან. არა რა იარაღები ქონდათ რა ისროლესო. მეზობელი გამოუვარდა მე ამ ლანჩავას. რა ზვიადისტები იყვნენ და მაგიტო ჩახოცესო, რატომ მოკალითო ეს ხალხი? რას ერჩოდითო დედას და მამას, რას ერჩოდით ამ ბიჭებსო? რა გინდათ ამ ბავშვისგან მუსიკოსით 15 წლის ხატვარია რატო კლავთო, რო გაიყვანეს მოსაკლავად? აი ეს პაატა მაგ დღეს გადავარჩინეთ მოკლედ ესე რაღაცნაირად და მერე ჩაგვიყვანეს სახლში, გადაკექილი ყველაფერი წაღებული, რაც შეეძლოთ, არ შეეძლოთ და ლანჩავა მეუნება მოაწერე ხელი, რომ არაფერი არ არის წაღებული სახლიდან. რას უნდა მოვაწერო ხელი მე ვთხარი? რა ვიცი მე რა წაიღეთ და არ წაიღეთ, არაფერი არ არის, რა უნდა ვნახო მეთქი, არაფერი არ არის, წაღებულია ოქრო ყველაფერი, ფული, რა ვიცი, ყველა გატანილია ყველაფერი, რა უნდა ვიცოდე რა წაიღეთ და არ წაიღეთ, ან რას მოვაწერო ხელი თქო. ფორმალურია, რა ჩვენი პერიოდში წაყვანაც უნდათ თუ რაღაც არავინ აღარ დარჩათო. როგორ არ დარჩათო, იქ უთხრეს მე ძმა ხო ყავთო, უფროსი ხა ამ გაუბედურებულ ბავშვებს არ დაანებებ თავსო. სახლის წაღება, ყველაფერი უნდათ, რომ ყველანაირად არ ვიცი, გავეუბედურებინეთ. ამიტომ ვერ ხვდები ახლა მე თუ იყო ეს ქუჩის გარჩევა, თუ იყო ეს ბოროტები, თუ იყო ეს რაღაცა ქუჩური, რანაირად ეს ამხელა რაღაცეები, ხო და აგერ გაზეთი კიდე. რა დაიწერა 3 მარტს
ეს გაზეთი დაიწერა მალევე და თავიდანვე შეკერეს საქმე. რომ თითქოს თორაძეები იყვნენ მკვლელები, მოკლეს ვიღაც მხედრიონელი. მოამბეშივე გამოაცხადეს, რომ თორაძეების ბანდა ამოხოცეს და დაულაგეს იქ ავტომატები, მიმონკები, არა და არაფერი არ ქონდათ, ხელცარიელები იყვნენ, თავს დავდებ ამაზე და აი ესე ტყუილი რაღაცეებით გაიძვრინეს თავები რა. უნდა დაჟაზია ლაპარაკი. არავინ არ დასჯილა, არაფერი არ მომხდარა. გავაგრძელეთ ცხოვრება, ხანსად ცხოვრობდით ხანსად, მერე დაუბრუნდით სახლში მალევე 40-მდე. საზას მიაკითხეს ცოლის სახლში, წაიყვანეს ისეთ ნათქვამია რა. ისე წაიყვანეს, რომ სავარაუდოდ ცოცხალი ალბათ არ გადარჩებოდა, გადარჩებოდა ალბათ საწამებლად და არ დაგვიბრუნეს. საფლავი არ გვაქვს, არ ვიცით სად არის. მე არ ვიცი სად წაიყვანეს. ცხოვრობდით მერე ვერის სახლში ჩვეულებრივად. პანაშვიდებზე ხო გვირეკავდნენ და მიცვალებულებს გადმოუყრით და ნუ ეს საშინელებებს ლაპარაკობდნენ, რომ საზა გამოჩენილი იყო, აი ძალიან საშინელებებს აკეთებდნენ. აშინებდნენ ამ ჭირის უფლებს, ვინც გვერდში გვედგნენ, მეგობრები. პატარა ბიჭები იყვნენ 17 წლის, რა ვიცი, პატარები რა, ეს მეგობრები, ჩემი ძმის მეგობრები, დიდები, პატარები, ყველას აწიოკებდნენ. ვინც შეძლეს, გადაიბირეს. გაანასეტეს, ასე ვთქვათ. ზოგი შეეკრა იმათ და უყვებოდა რაც ხდებოდა, ზოგი არ უყვებოდა. ნახევარზე მეტი თითქმის მთელი საქართველო წამალზე გადავიდა. ყველა кайფობდა. ზაზას მიაკითხეს და წაიყვანეს. დამთავრდა ზაზას ისტორია, არაფერი აღარ ვიცით. გავიდა 2 წელი. გვირეკავს ერთ-ერთი რძალი, გვეუბნება რომ მეტეხის სასტუმროში ბოროტები იყვნენ მგონი. ჩემი აზრით ის ამბობს და ამბობდნენ რომ პატარა თორაძე გაიზარდა და მისახედია. თორე სისხლს აიღებს. ერთ დღესაც კოლეჯში მიდიოდა ბადა. თებერვალი იყო. 20 თუ 21 რაღაც ესე. აღარ მახსოვს ზუსტად და კოლეჯში მიდიოდა, მეგობარს მიყავდა მამა ჩემის მანქანით, გააჩერეს ახალგზაზე საბუთების შემოწმების მიზნით. ჩვეულებრივი მანქანით, ნომრები ჰქონდა იმ მანქანას. ავტომატიანმა ჩაცმულმა ტიპებმა. საბუთები შეუმოწმეს, გადმოჭიქით ჩვენ მანქანაშიო, ჩაისვეს ორივე უკან. რაციით გადასცეს, რომ 2 ყავსო, რაციამ გადმოსცა, ფიგურა დაიტოვეთ, პეშკა გაუშვითო თუ გაიგიო. ზუსტად არ მახსოვს რომელი სიტყვა იხმარეს. ამ მეორეს უთხრეს, რომ უკან არ მოიხედო რა, ისე წადიო. ის მეორე წამოვიდა ტირილით. ბადა წაიყვანეს, ქუდები ჩამოაფარეს სახეზე და მაგის მერე არაფერი არ გაგვიგია. ნუ მოკლედ ძალიან შემწარავი ისტორია და დრო უსმენ ნამდვილად ძალიან ცუდი ემოციები დაგეუფლება ადამიანს. პატა თორაძე ესე იგი საშინლად ესეთი ვანდალურად იქნა გატაცებული. აი ეს არის მისი ბოლო ფოტო, ერთი კვირით ადრე გადაღებული, აი ესეთ ფორმაში გაიტაცეს ის აი ბანდფორმირებებმა ესეთი შავი პალტო ეცვა მას, როდესაც ჩასვეს მანქანაში და როგორც თამარ თორაძე ყვება, ჩამოაცვეს ნიღბაბი და ისე წაიყვანეს, რომ რეალურად მისი ასავალ-დასავალი აღარავის აღარ გაუგია და დიდი ალბათობით ეს ადამიანი მოკლული იქნა და სამწუხაროა, რომ არც ზაზა და არც პაატა თორაძეების საფლავებიც არ არსებობს და არავინ არ იცის სად წაიყვანეს, სად დამარხეს, სად გადააგდეს ეს ამ ადამიანების ცხედრები. შემდგომში უკვე პროცესები ცოტა სხვა მიმართულებით წავიდა, რადგან თამარ თორაძე ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს. ჩემი ძმის მეგობრები იმედოს ეკითხულობდნენ სად არის, როგორ არის, ვის მიაკითხეს, მოაკითხეს, არ ვიცი რა თქმა უნდა, მე ვარ მაგ დროს 15 წლის.
და მეუბნებიან, რომ შენც უნდა დაიმალო. თორე შენზეც მოდიან. ამბობენ, რომ გოგოც კარგად ისვრის და გოგოცსაც უნდა მივხედოთ, რომ შური არ იძიოს. და გაჩერდით ყველა, თორე თქვენს გაგაქრობთ უყოლეს. და ეს ვინ აბარებს, ოღონდ არ ვიცი, მაგრამ ვის მოაქვს ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მახსოვს ახლა ერთ-ერთი გიო ხომასურიძეა გურულო და ესე რა რამოდენიმე ადამიანი, რა თქმა უნდა, მახსოვს ამათი სახელები და ყველაფერი. და მე მივდივარ მიწვიმალები მონასტერს ვაფარებ თავს და მე ვთხოვდები. ვიწყებ ოჯახურ ცხოვრებას და მანებებენ თავს. რაღაცნაირად მანებებენ თავს. მოდის 2000 წელი, იჭერენ რურუას, ჟორიკას და მიბარებენ მე. კეკუა. და მეუბნება, რომ რურუა მოკლა შენი ოჯახი და უნდა დაადო ხელი რურუას. და მე ვეკითხები, რურუა მოკლა მარტო ჩემი ოჯახი და მარტო რურუას უნდა დავადო ხელი? და მეუბნება, ხო, რურუა მოკლა შენი ოჯახი და დაადე რურუას ხელი. და მე მეუბნები, რომ მე აღარ შემაწუხოთ. და არ ვერევი ამ გამოძიებაში, იმიტომ რომ მარტო რურუას არ მოუკლია ჩემი ოჯახი, ხო? ფაქტია. და მე თუ მარტო რურუას დავადებ ხელს, რას იზავს სხვა? და რამდენი მაგათ მოუნდებათ, რომ მე ვიღაცას ხელი დავადო, მარტო იმას უნდა დავადო ხელი, ვისაც მოუნდებათ, ხო? და აქედან გამომდინარე მე მივხვდი, რომ შარში ვარ. და ძალიან სწრაფად შევეცადე, რომ დამეტოვებინა ქვეყანა და დავტოვე. მე დავტოვე ქვეყანა, მაგრამ კეკუამ ვერ დატოვა ქვეყანა 2007-ში ჩამოკიდეს კეკუამ. რურუებმა ჩამოახჩეს ციხეში. რურუები გამოვიდნენ ციხიდან და კეკუა ჩასვეს ციხეში. და თითქოს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. საინტერესოა სად არის კეკუას ბლოკნოტი, სადაც იწერდა ყველაფერს. და საინტერესოა სად არის ის მასალები, რითიცაც ებრძოდა ჟორიკა რურუას და ზოგადად რურუებს. რურუებთან დაკავშირებით ძალიან ესეთი საინტერესო ფილმი გააკეთა ნათია მიქიაშვილმა, რურუების ანატომია და სწორედ აი ამ ფაქტზეც საუბრობს ქალბატონი ნათია მიქიაშვილი კეკუასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე, როდესაც დაუპირისპირდა კეკუა რურუებს და განსაკუთრებით აი გიორგი რურუას. პატიჟა. არაოფიციალური ინფორმაციით 2002 წელს ძებნილი ჟორიკა რურუა ესპანეთის პოლიციამ საპასპორტო რეჟიმის დარღვევისთვის დააკავა, რასაც მისი თბილისში ექსტრადირება მოხდა. ჟორიკა რურუა თბილისში უკვე მაშინდელმა თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსმა დავით კეკუამ დააპატიმრა, რომელიც 2005 წელს ნიკა რურუას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დააკავეს, ხოლო 2007 წელს კეკუა 25 ოქტომბერს საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. კეკუას ოჯახი არ ეთანხმება ძიების თვითმკვლელობის ვერსიას და კეკუას მკვლელობის დამკვეთებად ძმებ რურუებს ასახელებს. მათი განცხადებით, ჟორიკა რურუამ კეკუაზე დაკავებისთვის შური იწია. ამ ფილმში თქვენ ასევე ნახავთ ნათია მიქიაშვილის ფილმში სხვა უამრავ მკვლელობასთან დაკავშირებულ გარკვეულ ინფორმაციას, რომლებშიც მხილებული არიან სწორედ გიორგი და ნიკა რურუები, რომ მათ უამრავი ადამიანთან მიმართებაში ჩაიდინეს ძალიან საშინელი ქმედებები. ხო, აუცილებლად უნდა ვთქვა ის ფაქტი, რომ კაატას იარაღი რო დაადო თავზე და კლავდა ლერისულაბერიძე იყო, რომელიც დღეს ფეხბურთიაბარია და მოზარდებს, ასწავლის ფეხბურთს და ზრდის მოზარდებს ლერისულაბერიძე. და რა თქმა უნდა არ შემიძლია ვახსენოს არავა, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი მილიონები და შეიძლება დღესვე ამ წამსვე გამაქროს აქედან. არ შემიძლია ეს ხალხი ვახსენო რა. მაგრამ ძალიან დიდი მადლობა და ვარ ბედნიერი, რომ დღეს ჟორიკა რურუა არის ციხეში, არ ძინავს და ეშინია, არ იცის როდის გაგუდავენ და მე ეს მახარებს. და ხო რა ეგოისტურად გამომივა, მაგრამ რაღაცნაირად გამიხარდა, რომ ამდენი წლის მერე პირველად ჩავედი საქართველოში და თითქოს გზა გაწმენდილი დამხვდა, რომ მაგ დროს დაიჭირეს რურუა. მართალი არა იმიტომ, რომ ამდენი ხალხი დახოცა. მაგრამ არც მაგას ვჩივი რატო რა.
და კიდევ სადღაც აი ძალიან ცოტათი იმჯერა რომ არსებობენ ადამიანები ისეთები ვინც გამოიჩენენ კიდე გულისხმიერებას და რაღაცნაირად ამ თემას ამოწევენ, დაინტერესდებიან და დაესჯიან ამ ხალხს. თუ არ დაესჯიან მაინც კითხავენ, სად წაიყვანეს ზაზა თორაძე და ვაატა თორაძე და დაგვაბრუნებინებენ როგორმე და დამასაფლავებინებენ ჩემს ოჯახთან ერთად. ამას თუ მაინც გააკეთებენ, ძალიან დიდი მადლობელი დავრჩები. და იმის თქმა მინდა, რომ არ იყვნენ თორაძეები მოსაკლავები და იმათაც ჰქონდათ იმის უფლება, რომ ჩაეცვათ შარვალ კოსტუმი. იმათაც ჰქონდათ უფლება, რომ ესწავლათ, განათლება მიეღოთ. იმათაც ჰქონდათ უფლება, რომ ბიზნესმენები ყოფილიყვნენ და იმათაც ჰქონდათ უფლება, რომ უკეთესად ემართათ საქართველოს. კვლელებისგან განსხვავებით. მშობლებზე აღარ ვლაპარაკობ, რომელმაც ქვეყანას ამდენი შვილი გაუჩინეს და თან ძალიან კარგი შვილები გაუჩინეს. ამ 28 წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოწიება ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ პროკურატურას თხოვნით მივმართავ. იქნებ თუ გამოძიება არა, დაკითხონ მაინც გიორგი რურუა, ჟორიკა და ათქმევინონ, სად წაიყვანა ჩემი ძმები და სად დამარხა. რო გადმოვასვენო ჩემს ოჯახთან ერთად და დავასაფლავო. აღარ ვინ დაახვრეტინა, რა მოხდა, მაგას თუ ვერ არკვევენ და ნუ ძნელია გავიგეთ. ის მაინც ათქმევინონ იქნებ, სად წაიყვანა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აი ამას ნახავს, საკუთარი თვალებით დაინახავს, როგორ ხოცავენ დედმამა, საკუთარი თვალით დაინახავს, როგორ ესვრიან მის ძმებს და ხოცავენ, ნამდვილად ძნელია ამის შემდგომ ცხოვრება გააგრძელო, მაგრამ თამარ თორაძემ მონახა თავში ძალა და ანუ როგორც ხედავთ, გააგრძელა ცხოვრება, მას თავისი პირადი ცხოვრება აქვს და დღეს ის ამერიკაში საქმიანობს და მოღვაწეობს. უკვე წლებია ამერიკაში ვცხოვრობ, მაქვს პირადი ცხოვრება, ყოველდღიური შრომა, როგორც ყველა ემიგრანტს, უსაფრთხოება. რაც მოსახდენია, მოხდება მაინც, ღმერთი გვიცავს, ამერიკა გვიცავს. ახლა ზოგადად მშიშა რა არ ვარ ეს, როგორც ასეთი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნიკოლოზ, რომ დაინტერესდით ჩემი ოჯახის ისტორიით. ეს გმირობის ტოლფასია. ამდენი წლის მერე პირველად ვარ ეთერში. ძალიან ვაფასებ ამას თქვენგან. უღრმესი მადლობა. აი ამით დავასრულოთ ჩვენ თამარ თორაძესთან ინტერვიუ და მართლაც საშინელი არის, რომ ჩვენ აი ესეთი მცირერიცხოვანი ერი ვანადგურებთ ოჯახებს, არაფრის გამო კლავთ თან მრავალშვილიან ოჯახებს. ჩემში ყოველთვის აღტაცებას იწევდა ის ოჯახი, რომელსაც ბევრი შვილები ყავდა და აი ესეთი ოჯახი, რომელიც განადგურებული იქნა, დღესაც გამოუძიებელია საქმე და არავინ არ დასჯილა იმისათვის, რომ აი ეს 7 ადამიანი, დედმამა და 5 ძმა, 5 შვილი, აი ამ დედმამის აი ესე სასტიკად იქნენ მოკლულები.
შევეჩვიე სიკვდილს აქამდე რომ ცოცხალი ვარ მიკვირს მე იმდენა შევეჩვიე ლანდებს მინდა თოლშიც მათი ყვალი ჩანდე მე იმდენა შევეჩვიე სიკვდილს აქამდე რომ ცოცხალი ვარ მიკვირს მე იმდენა შევეჩვიე ლანდებს მინდა თოლშიც მათი ყვალი ჩანდეს მე იმდენა შევეჩვიე სიკვდილს აქამდე რომ ცოცხალი ვარ მიკვირს მე იმდენა შევეჩვიე ლანდებს მინდა თოლშიც მათი ყვალი ჩანდეს მე იმდენა შევეჩვიე სიკვდილს აქამდე რომ ცოცხალი ვარ მიკვირს მე იმდენა შევეჩვიე ლანდებს მინდა თოლშიც მათი ყვალი ჩანდეს დიახ, ძალიან შემზარავია ამ ყველაფრის ყურება და ორმაგად შემზარავია, როდესაც აი ამ საშინელი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტრაგედიის ავტორები დღეს გარეთ არიან და ზოგი ძალიან მოწინავე პოზიციაზეა და ზოგი საკმაოდ დიდ თანამდებობებსაც იკავებენ და რეალურად ქვეყნის შეიძლება ბედსაც განაგებენ. დღევანდელი გადმოსახედიდან რას თვლით შეცდომად, თქვენ შეცდომად, რასაც სიტყვაზე იგივე შემთხვევაში არ გამიმეორებდით? შეცდომა რა იყო? დღევანდელი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, სულ სხვანაირად წავიყვანდით ჩვენ ცხოვრებას ახლა. მეტ განათლებას მივიღებდით, მეტ გამოცდილებას, მეტ ვიმოგზაურებდით, მეტ ჩვენ სურვილებში და გავერკვევოდით უფრო მეტად საკუთარ თავში. ეს არის რა თქმა უნდა. დღეს გიორგი ჟორი კარურუა იმყოფება მერვე საპრობილეში გდანის ციხეში და ეს ადამიანი შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა, მინდა რომ გავუშვათ კადრები რეალურად მისი აი ამ საპატიმროში ყოფნისა. ჩვენ უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარღვევთ, სანამ გამამტყუნებელი განაჩენი ვინმეს წინააღმდეგ არ გამოვაბრალო, ჩვენ ვეყრდობით თამარ თორაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ჟორი კარურუა და კიდევ უამრავ ადამიანმა მიიღეს მისი ოჯახის განადგურებაში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ არ არის აუცილებელი, რომ თამარ თორაძის განცხადება იყოს შეტანილი პროკურატურაში. დღეს ექსკლუზიურად გავიდა მასალები ამ და წინა გადაცემაში იმასთან დაკავშირებით, რომ ხელს ადებს თამარ თორაძე ჟორი კარურუას გიორგი რურუას მისი ოჯახის განადგურებაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ციხეში მყოფი გიორგი რურუა, რომელსაც აი ხა უყურეთ თქვენ ალბათ აღდევნებთ თვალყურს ნიმუშებს უღებენ, ესე იგი ნიმუშებს იმისათვის, რომ ექსპერტიზა ჩაუტარდეს დნმ-ის თან დაკავშირებით ამოიღეს სხვადასხვა ნივთები მისი საკანიდან, რომელიც საკანშიც დღეს იმყოფება. ამიტომ აუცილებელია დაიკითხოს ეს ადამიანი და დაიკითხოს ის უამრავი ადამიანი, რომელიც აი ამ საქმესთან მიმართებაში არის ხილებული თამარ თორაძის მიერ. და აუცილებელია ასევე ალბათ თამარ თორაძის დაკითხვაც, რათა ერთხელ და სამუდამო წერტილი დაესვას ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ბევრი ვერსიები მოვისმინე მე და ნამდვილად არავის არ აქვს უფლება რომ გაანადგუროს ოჯახი. თამარ თორაძეც საუბრობდა იმის შესახებ, რომ მისი ძმები ანგელოზები არ იყვნენ, მაგრამ არც არავინ მოუკლავთ, არც არავინ დაუყაჩაღებიათ, არც არავინ მოუპარიათ და თუ კი რაღაცა იყო მაგალითად მის მათ ქმედებებში, ეს არ იყო ის დანაშაული, რომლისთვისაც მათ ესეთი სასტიკად უნდა მოქცეოდნენ და მე ვფიქრობ, რომ იარაღი ბევრს ეკავა მაშინ, მაგრამ ის იარაღით მაშინ დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, პარლამენტში დაჯდნენ და ხელისუფლებაში და დღესაც ხელისუფლებაშია ბევრი და ოპოზიციაშიც არის ის ადამიანები, რომლებიც ტყვიამქოვებით იყვნენ შეერაღებული და ურტევდნენ მთავრობის სასახლეს და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას და ამიტომ არავის არ ქონდა დედმამა, დედის დღეს მოეკლა 9 შვილის დედა
და გაენადგურებინათ უიარაღოთ დარჩენილი ორი ძმა და შემდგომ ორი ძმა კიდევ მოეპარათ. ეს არის საშინელი ტრაგედია და მე ვფიქრობ, რომ წერტილი ამას უნდა დაესვას ყველაფერს და უნდა გამოძიებულ იქნას ეს საქმე და მე მივმართავ პროკურატურას, რომ ეს არის ნივთიერი მტკიცებულებები, უამრავი მტკიცებულება იყო აი ამ ჩვენს ორ გადაცემაში და აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, იმიტომ რომ ამას ხანდაზმულობა არ აქვს, ეს არის დანაშაული, რომელიც უვადო თავისუფლების საკვეთას ითვალისწინებს, რომელიც ჩადენილი იქნა თორაძეების მიმართ და მე ძალიან მზარავს ნაცმოძრაობასთან დაახლოებული ადამიანების განცხადებები აი ამ გადაცემებთან მიმართებაში და მე ვფიქრობ, რომ დღეს რომ თორაძეები ცოცხალი ყოფილიყვნენ, ალბათ ნაცმოძრაობის აი ეს სატელიტები, რომლებიც იგესლებიან და საუბრობენ, რომ თათ მასეც კი არ არის საქმე, როგორც მაგალითად თამარ თორაძე საუბრობს, ალბათ დღესაც დახოცავდნენ ესენი თორაძეების ოჯახს. კარგად ბრძანდებოდეთ, შევხვდები ჩვენ პარასკევს 5-ის ნახევარზე, ეს არის ჩვენი შეხვედრის დრო ობიექტივზე და ვიცი რომ ძალიან ემოციური იყო აი ამ ორი გადაცემის ხილვა და იმედს ვიტოვებ რომ შემდგომ გადაცემებში უკვე პოზიტიურ თემებზე გვექნება საუბარი.